მივესალმები დიდი სიმპათიით ჩემს ფანებს და არა მხოლოდ ფანებს, სრულიად აუდიენციას, რა თქმა უნდა. დღევანდელი ვოკალური მესიჯი მინდა რომ მიუძღვნო ისევ ჩემს არცეტებს, რომელსაც პერმანენტულად უკვე წლებია ვატირაჟებ. და აქვე მინდა დავსწინო ისიც, რომ ერთი ლამაზი სიმპათიური ფაქტი, ჩვენს განვითარებულ რეალობაში კალენდარს იმდენად დიდი და ნაყოფიერი როლი აკისრია, რომ ხშირად მისი ჩუქებაც უკვე არამხოლოდ სუვენირია, დიდ ნივთადაც კი ითვლება, ვინაიდან ევროპაში ის ძალიან ძვირია, რომლის ფასიც დაახლოებით 25 ევროდან 50 ევრომდე მერყეობს, რაც დამეთანხმებით, რომ სოლიდურია ახლა ერთწლიანი კალენდრისთვის. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ხარისხი, მასში დართული ფოტომასალა, ტექსტები და ასე შემდეგ. აი ეს გახლავთ ჩემი 2006 წლის კალენდარი. ცოტა ნაადრევია ტირაჟი, მაგრამ ეს არის ჩემი საყვარელი ჯოვანა საჩუქარი. და ესე მემზადები ხოლმე, ვინაიდან ძალიან ბევრი ახლობელი ნათესავ მეგობარი ოჯახის წევრები მყავს და ესე იგი რო არ გამომჩნეს ვინმე და ამ შემთხვევაში თან ტესტა უბრუნებრივია. ამ კალენდარში არის ასევე დართული მოგეხსენებათ ჩემი ნამუშევრები, რომელიც იცვლება ფერების, გემოვნების მიხედვით და ერთი და იგივეს არასოდეს ვატირაჟებ, თუ არ იქნა ამის სურვილი და მოთხოვნილება უშუალოდ კლიენტისაგან. აი სიმპათიური კალენდარი ასე გამოიყურება. რომელიც არის ძალიან კომპაქტური და ამავდროულად პრაქტიკული, სადაც შეგიძლიათ თითოეული თვის და დღის განრიგი აღნიშნოთ. ეს კულტურა განსაკუთრებით მოთხოვნადია სრულიად გერმანიაში, იტალიაში არ ვიცი ახლა რამდენად ვიტყვით, მაგრამ ესენიც იყენებენ, ხდება ხოლმე. და ადრე წამყვანი კონცერნები საჩუქრადაც ურიგებდნენ, მაგრამ ახლა ეს მეთოდი მე მგონი აღარ ფუნქციონირებს სამწუხაროდ და ვინაიდან არის მარკეტინგული ერა, კაპიტალისტური წყობა, ანუ ასე ვთქვათ, ყველაფერი უნდა შენ თავად მოახდინო რაიმეს თვითრეალიზაცია, რეალიზაციებაში ჩაუშვა და საჩუქროდ უკვე აღარავინ არაფერს გაძლევს. მოკლედ ესეთი ტენდენცია მკვიდრდება ნებისმიერ სფეროში, ხო? ეხლა ძალიან ვაჭრობა რომ არ გამომივიდეს, ისე დაუბრუნდები შემოქმედებას, ხელოვნებას. ეს გახლავთ წელს მომინდა რომ ესეთი ტიპის ზომის კალენდარი ავატირაჟო. დიზაინი ეცვლება უბრალოდ და ასევე ჩემი ნამუშევრებიც ხასიათისამებრ ვცვლი, მოკლედ და ლაკონურად რომ ვთქვა. ის პირველი დამკვეთი, ვინც ერთ რომელიმე ჩემს აქსესუარს შეუკვეთავს, საჩუქრად გადაეცემა ეს კალენდარი, რომლის ფასიც ოფიციალურად რომ ავატირაჟო არანაკლებ 20 евро ეღირება. ეს ერთი თემა გადავდეთ. მაქვს ერთი ახალი სიახლე, ეს პირადულია. სექტემბრიდან ვიწყებ ონლაინ გაკვეთილს Coach ქართულ აკადემიაში. აი ეს ჭიქა ზუსტად შევაკვეთე სიმბოლურად იმისათვის, რომ უფრო ენთუზიაზმით გავიარო ეს კურსი, რაღაც ძალიან სახში ძალიან ჩავიკეტე ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში დაახლოებით და ისე მიჭირდება თვითრეალიზაცია და გაზრდა ზრდის პროცესი, ვინაიდან ჩემთვის სწავლა ბავშვობიდან ძალიან პრიორიტეტული არის და ძალიან დიდი როლი ეკისრება ამ პროცესს, არ აქვს მნიშვნელობა დღეს თუ არ ვარ პაპი და ხვალ პრეზიდენტი, როგორც პიროვნება მინდა რომ ვიყო განვითარებული, არ ჩამოვრჩე მოვლენებს და ეს კოაჩინგი ძალიან ბუმშია, მოკლედ ეს 20 წელია და ეს მესმის და იმ პერიოდში მეც ვწავლობდი და ყურადღებას არ ვაქცევდი, რომ ესე ექსტრა ბონუსის სახით გამევლო როგორც პროფესიონალი, დამკვიდრებულიყავი ამ სფეროში და სერტიფიცირება მიმეხო, რაც უკვე გადავწყვიტე, რომ საკუთარი თვითრეალიზაცია
სპეციალიზაციისთვის და სერტიფიკატისთვის, რომ აი ეს მე მოდულად რომ მოხდები მაღალ ელიტაში, თქვენ იცით მეც დავასრულე და ბევრს არაფერს მეუბნები. როცა არ ხარ ნახევარმიერი და საკუთარ ამბიციებზე საუბრობ, დღეს სამწუხაროდ გვაქვს ასეთი პოლიტიკა. ეს ერთი მეორე საქმის გარდა. ეხლა მომივიდა მოწვევები მომდის ხოლმე, იცით რომ ეს 5 წელი ძალიან აქტიური ვარ და ასევე აქტუალურიც არტ კონკურსებში. ეხლა იმართება ვენეციის ბიენალე ყოველწლიურად. ხო და აი ეს ჩემი უსაყვარლესი ახალი ნამუშევარი. რომლის სახელწოდებაც არის News. ეს პრინციპში სამომავლოდ მინდა გავაკეთე როგორც სტატუა. ამ შემთხვევაში ეს არის გაკეთებული მაქვს შეკუჭული ჟურნალები, ძველი ჟურნალები და რომელსაც მე ინტერნეტ დიგიტალ ფორმატში, უკაცრავად დიგიტალ ფორმატში დავაწერეს საული, მოდა, სტორი, სიყვარული, სპორტი, დედამიწა, თამაში, ხელოვნება და ომი არავის გჭირდება. და News, ანუ ამბები, ახალი ამბები, უნდა იყოს მხოლოდ აი ასეთ ღირებულებებზე აგებული და არ ვიცი ხა ნამუშევარს თუ გავიტან ვენეციის ბიენალეზე, მაგრამ მოკლედ ნუ იმის თქმა მინდა რომ ახალი წევრი არის ჩვენთვის და ძალიან მომწონს. და ისე გამოიყურება მოკლედ 40-40-ზე. სხვა შემთხვევაში როგორც აღნიშნე გავხსენი ჩემი მინი საიტი, უბრალოდ გამიხსნეს, რომელშიც ყოველწლიურად არის რაღაც გარკვეული თანხა გადასახადი 100 ევრომდე, 97 რაღაც. და ნებისმიერ თქვენგანს, ვინც დაინტერესებული ხართ, ასევე შეგიძლიათ რომ თავადაც გააკეთოთ და საკუთარი ნამუშევრები ერთ ბადეში მოაქციოთ და შემდეგ დამკვირვებლები, კლიენტები, პროფესორები, მტერი თუ მოყვარი, შეათვალიერებ, შეიძენს, ან არ შეიძენს, აგიკომენტარებთ, ასე შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე მარტივ რეალობაში მიღებული არის. ყიდვა გაყიდო, ჩვენლემა გამოფენა და ასე შემდეგ. კიდე რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ როგორც წესი კამერის ადამიანი არ ვარ სამწუხაროდ და ეხლა ვეუფლები მოდერატორის ფუნქციასაც ვითავსებ, რომ აი მომავალი 5 წელი უკვე შოუ ბიზნეს დავში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი კონკურენცია არის, ვთვლი, რომ რამდენიმე კარგი ისეთი ნამუშევარი მაქვს, რომელიც უკვე ეპოქაში თავისი ისე თქვა, ამეტყველა ეს გრანდიოზული სახელოვნებო სივრცე და დაიმკვიდრებს აუცილებლად ადგილს და მეც საბოლოო ჯამში უკვე მილიონერიც გავხდები. მილიარდელი თუ არა, თუმცა ამის პერსპექტივას აი მილიონებზეც რომ გადავიდეთ მოკლედ და როგორც იტყვიან ხოლმე ეს გამოჩენილი ადამიანები, ნუ ეს მხოლოდ ციფრებია და სხვა მეტი არაფერი, ნუ აი მინდა ესეც გავიაზრო, გავიგო რა არის ციფრები და სხვა მეტი არაფერი, რომელიც ყველას ასე ძალიან გვჭირდება და რომლის გამოც მეტნაკლებად ვიჩაგრებით ხოლმე. მაგრამ როდესაც ხარ ჯანმრთელი ადამიანი და გონებაში ცოტა კრეატიულად აზროვნებ, ყველაფრის გადალახვა შეგიძლია, რადგან ყველაფერი მე არის წარმავალი, ხო? ხა არ ჩაუღრმავდები ძველი ბიბლიურ საკითხებს ამ ჩვენ თანამედროვე რეალობაში და რომ გავჩერდეთ აქ, მოკლედ აი ეს არის ჩემი ახალი სიახლე. დაინტერესებულ პირებს ასევე გელოდებით საიტზე migliorartista.com. ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაქვს მხოლოდ იტალიურ პლატფორმაზე გახსნილი, ვინაიდან იტალიაში გახლავართ, ცხოვრობ 15 წელია უკვე და აქედან გამომდინარე აქ მიწევს ფუსფუსი ვირტუალურად თუ რეალურად. და ესე ვოკალურ მესიჯში ხოლმე, ესე რომ მომენატრება ჩემი სამეგობრო, ჩემი წრე და მინდა რომ უკვე პერმანენტულად და ნელ-ნელა ჩქარენელა, კაია, და ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური. გამიცნოს ასევე საერთაშორისო აუდიენციამაც, ინგლისურსაც ვეუფლები, ესეც არ გამორჩეს, უნდა იცოდეთ, ყველაფერი უნდა იცოდეთ, ხო?
და თქვენ წარმოგიდგენთ 3 დღის წინ აიტუტორთან ჩვენს ცნობილ კომპიუტერთან, ანუ რობოტთან ჩავაბარე ტესტი, ძალიან მოეწონა, კომპლიმენტებით შემაქო, აორი სერტიფიცირება მომცა, ანუ. ხო და ახლა ვეუფლებ სალაპარაკო ინგლისური უფრო მჭირდება, რომ უფრო ვიყო ეფექტური საუბარში და უფრო მეტად მოვიზიდო კლიენტები, ასე ვთქვათ. მოკლედ და კონკრეტულად. აი ასეთი ამბებით ვარ გატაცებული. გისურვებთ ყოველივე კარგს, ბუნებრივია. დადებით ტალღაზე დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.